ერთადერთი იაპონელი სამურაი, რომელმაც ლემანის ჩემპიონობა იზეიმა. Mazda 787B 1991 წლის ლემანის გამარჯვებული. საოცარი ჟღერადობის მქონე ნამდვილი რევოლუციონერი, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ როტორული ძრავი ისეთივე საიმედო იყო, როგორც მგუშიანი ძრავები. მისი თავდაპირველი ვერსია 900 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, მაგრამ შემდგომში 700 ცხენის ძალამდე შეამცირეს სიმძლავრე და აქცენტი გამძლეობაზე გააკეთეს, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა და ყველასგან მოულოდნელად ჩემპიონიც გახდა. მიუხედავად ამ წარმატებისა, შემდეგი წლიდან ლემანში როტორული ძრავით ასპარეზობა აიკრძალა, რამაც ეს ავტომობილი კიდევ უფრო ლეგენდარული გახადა, რადგან ის პირველი და უკანასკნელია, რომელმაც როტორული ძრავით შეძლო ლემანის მწვერვალზე ასვლა. ამ ყველაფრის შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ იგივე წარმატებისთვის არცერთ სხვა იაპონურ ბრენდს აღარ მიუღწევია. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.